ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ცივ დღეებში თქვენი მანქანის აკუმულატორი შეიძლება კარგად არ იმუშაოს. მაგრამ მთავარი სიმართლე ისაა, რომ მთავარი მტერი სინამდვილეში არა სიცივეა, არამედ სიცხე. დღეს მე გაჩვენებ, რატომ ფუჭდება მანქანის აკუმულატორები უფრო სწრაფად ცხელ კლიმატში. ოდესმე დაფიქრებულ ხარ, რატომ ღელავენ ადამიანები მანქანის აკუმულატორებზე ყველაზე მეტად მკაცრი ზამთრის დროს. მაგრამ იქნებ უფრო მეტად ზაფხულის სიცხეზე უნდა ღელავდნენ. ეს თითქოს არალოგიკურია, მაგრამ სინამდვილეში ძლიერი სიცხე ბევრად უფრო საზიანოა თქვენი მანქანის აკუმულატორისთვის, ვიდრე სიცივე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს გონია თითქოს მთავარი მტერი ყინვაა, სინამდვილეში მაღალი ტემპერატურებია ის, რაც ყველაზე დიდ ზიანს აყენებს და შეუქცევადად ამცირებს აკუმულატორის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ზუსტად ამიტომ დღეს განვიხილავთ, როგორ მოქმედებს სიცხე ჩვენი ავტომობილის ძირითადი ნაწილებს. მაგრამ როგორ მუშაობს ავტომობილის აკუმულატორი ისე, რომ ტემპერატურას ასეთი მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს? მოკლედ, ყველა აკუმულატორი მუშაობს შიდა ქიმიური რეაქციების მეშვეობით. აკუმულატორის შიგნით აკუმულატორში არის ელექტროდები და ელექტროლიტი, რომლებიც ერთად მუშაობენ ელექტროენერგიის წარმოსაქმნელად, როცა მანქანას სტარტს აძლევთ. ეს ქიმიური რეაქციები უკიდურესად გრძნობიარეა ტემპერატურის მიმართ. როცა ცივა, ქიმიური რეაქციები ბუნებრივად ნელდება, რაც ამ დროს ხელმისაწვდომ წარმადობას ამცირებს. მაგრამ ეს სინამდვილეში დროთა განმავლობაში აკუმულატორის სიცოცხლის ხანძრიობას ზრდის, რადგან რეაქციები უფრო ნელა მიმდინარეობს. ახლა როცა სიცხეა, ეს იგივე ქიმიური რეაქციები დრამატულად ჩქარდება, რაც ბევრად მეტ შიდა აქტივობას იწვევს. ეს აჩქარებული აქტივობა არის გასაღები იმის გასაგებად, თუ რატო ანადგურებს სიცხე აკუმულატორებს ასე სწრაფად. როდესაც ავტომობილის აკუმულატორს ექსტრემალურ სიცხეში ათავსებთ, თქვენ ფაქტობრივად აჩქარებთ აკუმულატორის ქიმიური დაბერების მთელ პროცესს. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო სწრაფად ხდება ეს დაბერება. კვლევები აჩვენებს, რომ აკუმულატორები, რომლებიც 45 გრადუს ტემპერატურაზე ინახება, ორჯერ მეტ დეგრადაციას განიცდის, ვიდრე ისინი, რომლებიც 25 გრადუსზეა შენახული. ამის უკეთ გასაგებად, ეს ნიშნავს, რომ ცხელი კლიმატის პირობებში აკუმულატორი დაახლოებით 6-7% დაკარგავს თავის ტევადობას 200 დამუხტვის ციკლის შემდეგ. იმავე დროს იგივე აკუმულატორი ზომიერ კლიმატში მხოლოდ 3%-ს კარგავს. ეს განსხვავება შეიძლება მცირე ჩანდეს, მაგრამ თვეებისა და წლების განმავლობაში მისი დაგროვილი ეფექტი დამანგრეველია. მაგრამ რა ხდება ზუსტად აკუმულატორის შიგნით, რომ სიცხე მას აზიანებს? რეალურად რამდენიმე მავნე პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს. პირველ რიგში ძლიერი სიცხე იწვევს იმას, რომ აკუმულატორის შიგნით არსებული ელექტროლიტი, რომელიც ქიმიური რეაქციებისთვის აუცილებელი სითხეა, აორთქლებას იწყებს. როდესაც ელექტროლიტი აორთქლდება, ქიმიური რეაქციები ვეღარ მიმდინარეობს ნორმალურად და აკუმულატორი კარგავს ენერგიის დაგროვებისა და მიწოდების უნარს. გარდა ამისა, ტყვია მჟავა აკუმულატორებში, რომლებიც ტრადიციულ მანქანებში კიდევ უფრო გავრცელებულია. სიცხე აჩქარებს სულფატაციას, პროცესს, რომლის დროსაც ტყვის სულფატიკრატის კრისტალები წარმოიქმნება აკუმულატორის ფირფიტებზე. ეს კრისტალები ამცირებს აკუმულატორის ეფექტურობასა და ექსპლუატაციის ვადას. ასევე არსებობს შიდა კომპონენტების ზოგადი წვეთა, რადგან სიცხე ზრდის მექანიკურ და ქიმიურ სტრესს აკუმულატორის ყველა ნაწილზე. მაგრამ ნეტავ, მართლაც ასე, ძალიან განსხვავდება აკუმულატორის ხანგრძლივობა სხვადასხვა კლიმატში. ციფრები ამას სულად ადასტურებს. მოხმარების მონაცემების მიხედვით დამოუკიდებელი კვლევების თანახმად, აშშ-ის სამხრეთ შტატებში, სადაც სიცხე მუდმივია, ავტომობილის აკუმულატორები საშუალოდ 17 თვით ნაკლებს ძლებს, ვიდრე ჩრდილოეთის უფრო ცივ კლიმატში. რომ უფრო კონკრეტულად ვთქვათ, საშუალო კლიმატში ჩვეულებრივი აკუმულატორი შეიძლება 3-დან 5 წლამდე გაძლოს, ხოლო იგივე აკუმულატორი ცხელ კლიმატში, მაგალითად ბრაზილიაში ან ფლორიდის შტატებში, მხოლოდ 2-3 წელს ძლებს. და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი შემცირება ექსპლუატაციის ვადაში, რაც ნიშნავს, რომ გაცილებით ხშირად მოგიწევთ აკუმულატორის შეცვლა თუ ცხელ რეგიონში ცხოვრობთ.
მაგრამ როგორ უკავშირდება გარე სიცხე აკუმულატორის შიდა ტემპერატურას? ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ძრავის გამყოფილებაში ტემპერატურა კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე გარე ჰაერის ტემპერატურა. ძრავის გამყოფილებაში ტემპერატურა შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს, ვიდრე გარე გარემოში. განსაკუთრებით მაშინ, თუ მანქანა დიდხანს დგას მზეზე, ან თუ ძრავის გაგრილების სისტემა სრულყოფილად არ მუშაობს. გარდა ამისა, თავად აკუმულატორის მუშაობაც წარმოქმნის სითბოს. როდესაც აკუმულატორი მანქანას ამარაგებს ენერგიით, ან გენერატორი მას ტენსავს, შიგნით ქიმიური რეაქციები მიმდინარეობს და შედეგად სითბო წარმოიქმნება. ცხელი კლიმატის პირობებში თავად აკუმულატორის მიერ წარმოქმნილი დამატებითი სითბო სათანადოდ ვერ იფანტება, რაც ქმნის სახიფათო ციკლს. სითბო აზიანებს აკუმულატორს, ხოლო დაზიანებული აკუმულატორი კიდევ უფრო მეტ სითბოს წარმოქმნის. მაგრამ არსებობს თუ არა გზები, რომ აკუმულატორი გადაჭარბებული სიცხისგან დავიცვათ? დიახ, არსებობს. პირველი და ყველაზე მარტივი გზა თუ შესაძლებელია. მანქანა ყოველთვის ჩრდილში გააჩეროთ. მანქანა, რომელიც გაჩერებულია ავტოფარეხში ან დაჩრდილ სადგომზე, შეიძლება შეამციროს ძრავის გამყოფილების შიდა ტემპერატურა. ასევე მნიშვნელოვანია რეგულარულად შეამოწმოთ მანქანის დამუხტვის სისტემა. რადგან გადამეტებულად დამუხტული აკუმულატორი ცხელ ამინდში კიდევ უფრო სწრაფად დაზიანდება. აკუმულატორის სისუფთავის და ტერმინალებზე კოროზიის არარსებობის შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია, რადგან კოროზია ამცირებს ეფექტურობას და იწვევს მეტ სითბოს წარმოქმნას შიბლით. და ბოლოს, უკიდურესად ცხელ რეგიონებში ზოგიერთი მანქანის ფლობელი ინვესტიციას ახორციელებს ძრავის გამყოფილების თბოიზოლაციაში ან შესაბამის ვენტილაციის სისტემებში. ზოგიერთ მოდელში აკუმულატორს აქვს საფარი ან საიზოლაციო გადასაფარებელი, რომელიც იცავს აკუმულატორს ძრავის ბლოკის ტემპერატურისგან. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ თუ ვიდეო მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი თუ ჯერ არ ხართ გამოწერილი და ალაიქეთ ვიდეო. თუ გსურთ დაგვეხმაროთ ამ და სხვა მრავალი ტიპის კონტენტის შექმნაში ამ პლატფორმაზე, იფიქრეთ წევრად გახდომაზე. დაგვეხმარეთ. გავით ყველიანი პურით და ჩვენს ვიდეოებში მოგიხსენიებთ. სულ პროფესიულად განვითარდეთ, ან ახალი ტექნიკური უნარი შეიძინოთ. დაასკანერეთ QR კოდი, ან გადადით BMU-ზე აღწერაში და აღმოაჩინეთ გვერდი, სადაც ყველა ჩვენი რეკომენდებული კურსია. აბა, დასიტყვით. იცოდით, რომ სიცხე გავლენას ახდენს თქვენი ბატარეის შეცვლაზე? ყოფილა შემთხვევა, როცა მოკლე დროში დაგჭირვებიათ ბატარეის შეცვლა და გიფიქრიათ, რატომ მოხდა ასე? დატოვეთ კომენტარი, მინდა ვიცოდეთ თქვენი აზრი. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ, რომ გააფართოვოთ თქვენი ცოდნა და დააკმაყოფილოთ თქვენი ცნობის მოყარეობა. თუ გსურთ ჩვენი მხარდაჭერა, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწევეთ არხი, ჩართეთ ზარი და დაანიხილეთ არხის წევრობა. სულ ეს იყო ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მოკითხვა და შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში.